გაგაცნობთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 28 აპრილის ოქს. 2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ხდომა. ხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით, რომელიც გადაიხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაღწრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. ამის შემდეგ წმინდა სინოდის ხდომა გახსდა საპატრიარქო ტახტის მოსაღწრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, რომელმაც წმინდა სინოდის წევრებს გააცნო ხდომის დღის წესრიგი. ხდომის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. ხდომას არ ესწრებოდა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე. პირველი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2026 წლის 3 აპრილის წმინდა სინოდის ხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეორე პუნქტთან საპატრიარქო კანდიდატის ასაკისა და განათლების შესახებ დაკავშირებით არსებობდა ასთა სხვადასხვაობა. საპატრიარქო ტახტის მოსაღწრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრებს შესთავაზა გამოეთქვათ მოსაზრებების საკითხების თაობაზე, რათა ჩამოყალიბებულიყო წმინდა სინოდის საბოლოო პოზიცია. აზრი გამოთქვეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა, მიკოსისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ, რომელმაც საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინა თავისი მიმართვა წმინდა სინოდისადმი. ეს მიმართვა იქნება დანართი სახით წარმოდგენილი ბეჭდურ ვერსიაში, რომელიც გამოქვეყნდება. ასევე საკითხებზე იმსჯელეს ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა, მროվել ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა, აბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა, სტეპანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითემ, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა. წმინდა სინოდის ყველა წევრის მიერ აღინიშნა ერთსულოვნების განსაკუთრებული მნიშვნელობა. არსთა გამოთქმის შემდგომ საპატრიარქო ტახტის მოსაღწრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ კენჭისყრაზე დააყენა ზემო აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელების მიზანშეწონილობა. წმინდა სინოდის უმრავლესობა კენჭისყრით დაეთანხმა საკითხების განხილვის შეწყვეტას. ამასთან დაკავშირებით ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება. წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეორე პუნქტთან მიმართებით მოცემულ ვითაბრებაში კათოლიკოს პატრიარქის არჩევამდე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არ გააჩნია დებულებაში ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციების დაშვების უფლება-მოსილება. მეორე. ამის შემდგომ ხმის დამცვლელი კომისიის თავმჯდომარემ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ წმინდა სინოდის წევრებს წარუდგინა საპატრიარქო კანდიდატების სია და განმარტა ხმის მიცემასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რის შემდეგაც შედგა კენჭისყრაში მონაწილე 6 კანდიდატის საბოლოო სია. პირველი.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. მეორე ბროվել ურბნელი მიტროპოლიტი იობი. მესამე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. მეოთხე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. მეხუთე ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე. მეექვსე წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი. კენჭისყრის შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა. პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო 20 ხმა. მეორე ბროվել ურბნელი მიტროპოლიტი იობი 7 ხმა. მესამე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი 7 ხმა. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი ხმის გარეშე. მეხუთე ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე 1 ხმა. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი 2 ხმა. ერთ ბიულეტენზე არც ერთი კანდიდატის სახელი არ დაფიქსირდა, ამიტომაც ის ბათილად იქნა მიჩნეული. ამგვარად, გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებად წარდგებიან: პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. მეორე ბროվել ურბნელი მიტროპოლიტი იობი. მესამე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. პროცედურის დასრულების შემდეგ ხმის დამცველმა კომისიამ შეადგინა კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული ოქმი, რომელიც დანართის სახით იქნება გამოქვეყნებული.